მოგზაურობით კлау მეგობრებო, როგორ ხართ? როგორ ჩანს ჩემი მეხუთე ენერგეტიკული ველი არის დაზიანებული, რის ნიადაგზე ეს არ ვიცი. ძალიან გითხრა დიდი დარტყმებია ამ ბოლო დროს ჩემს მიმართ და ამას ძალიან კარგად ვუკლავდები, თუმცა აგერ თქვენს გესმით, როგორ აისახება ეს ჩემს მეხუთე ენერგეტიკული ველის ხმაზე, ანუ ჩაკრაზე, ენერგეტიკულ ველზე, ანუ მეხუთე ჩაკრაზე. ეხლა მე მინდა ვსაუბრობ შინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ბატონი მალხაზ გორუკაშვილის მიმართულებით გავგზავნე. ამისათვის დაველოდები რამდენიმე მაყურებელს, რომ მარტო ვსაუბრობდი, აგერ უკვე 3 შემომიერთა და დავიწყებ საუბარს. მზად ხართ მეგობრებო? მე მზად ვარ მეგობრებო, გუშინ ესე იგი დახურული სივრცის ვიდეო, რომელიც წესით არ უნდა გასულიყო ჯგუფს გარეთ, თუმცა სასწაულებრივი ძალებით ეს ვიდეო ჩემს პეიჯზე მოხდა, ჩემს Facebook პეიჯზე მოხდა და აღმოჩნდა ესეთი რამ, რომ დავინტერესდი მე ამ ვიდეოთი და ვუყურე იქამდე, სანამ არ გაჟღერდა სიტყვები, რომელიც სიტყვებიც იყო ჩემს მიმართულებით გამოგზავნილი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თვითონ პირმა, რომელიც ამ სიტყვებს ლაპარაკობს, არ იგულისხმა ასეთი რამ და საერთოდ არ ვუგულისხმივარ, მაგრამ როდესაც მესიჯია ჩემს მიმართულებით, ეს მე კარგად მესმის და რაც არ უნდა უარყოს ადამიანმა, შეიძლება მას დავანახო ის საკითხი და ჩავახედო ძალიან კარგად, რომ ეს იყო ზუსტად ჩემი მიმართულებით გამოგზავნილი მესიჯი, თუმცა ეს შეიძლება მოხდა ქვეცნობიერად და ამაზე ვისაუბრებ ახლა დღეს. ჩემი გუშინდელი მიმართვა ბატონი მალხაზ გორუკაშვილის მიმართ, რატომღაც ასე მომივიდა ყურამდე, რომ ზოგიერთმა ადამიანმა ძალიან უცნაურად აღიქვა და თანაც აღიქვა თითქოს ყოფილიყო ეს მუქარა. მაგრამ მეგობრებო, ამაში კიდევ უფრო მეტად ვერწმუნდები ამ საკითხიდან გამომდინარე, თქვენ არ ისმენთ ჩემს საუბრებს გულისხმურით და მე როდესაც ვსაუბრობ, ჩემი საუბარი თქვენ აბსოლუტურად სულ სხვანაირად გესმით. ამიტომ მე გირჩევთ თქვენ, რომ მოусმინეთ არა ერთხელ, არა ორჯერ, არა 3ჯერ ჩემს საუბრებს, არამედ მოусმინეთ სულ ცოტა 4ჯერ, რომ გამოიტანოთ აზრი და გაიგოთ რას ვლაპარაკობ. ეხლა პირველ რიგში მინდა გითხრათ ის, რომ რატომ ხდება ეს, რომ თქვენ ვერ იგებთ ჩემს საუბარს. 40 წლის მანძილზე ჩემი საუბარი დახვეწილია ისე, რომ გრძელი სიტყვა მოკლედ ითქვას და შაირია ამად კარგი, ხო? ასე აქვს მგოსანს ნათქვამი და სულ ახალგაზრდობაში ეს რამდენიმე სიტყვა ერთდროულად გამოთქმული, ანუ ეს ფრაზა მე ძალიან ყურად მივიღებ მეგობრებო. ჩემი საუბრებიც უკვე სხვანაირია და ამას დაგვირება სჭირდება თუ რას ვგულისხმობ ვის უკან. გრძელი სიტყვა ყოველთვის მოკლედ ითქმის ჩემთან და არა გრძლად. თუმცა შეიძლება რამდენჯერმე გავიმეორო ერთი გრძელი სიტყვა მოკლედ ნათქვამი, ხო? ეს შესაძლებელია რამდენჯერმე გავიმეორო, რამე თუ თქვენთან როგორც ჩანს არ მოდის ისე როგორც უნდა მოდიოდეს. რამე თუ მის უკან იგებთ იმას, რაც თქვენ გინდათ რომ გაიგოთ და აბსოლუტურ გაფუჭებულ ტელეფონობანას ვთამაშობთ. ამიტომ მეგობრებო, მე მიწევს ამის ახსნა, რომ ჩემი მაყურებელი გაურკვევლობაში რომ არ ჩავარდეს, მოუწევს ჩემი ვიდეოების რამდენჯერმე ნახვა. ან საერთოდ გაჩუღება. თუ თქვენ ჩემს ვიდეოს ერთხელ უყურეთ და გამოიტანეთ რამე აზრი, დაფიქრდით კარგად, გამოიტანეთ თუ არა სწორი აზრი და ასე გადაუზიარეთ მეგობრებს. რამე თუ როდესაც თქვენ ადამიანს უზიარეთ ჩემს ვიდეოს და სრულიად სხვა მესიჯით წინა სიტყვაობას უკეთებთ, ეს შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს იმ ადამიანისთვის, ვისაც უგზავნით. რამე თუ ჩემი სიტყვები, რადგან თქვენ ვერ გაიგეთ, შესაძლებელია მანაც ვერ გაიგოს. ამიტომ ძალიან გთხოვთ კარგად დაფიქრდით, რას აგზავნით და რა თქვა თამარმა. ჯერ თქვენ თავთან გაიარეთ პატარა მონაკვეთი და პატარა რეპეტიცია, გაიგეთ თუ არა ის საკითხი სწორად რაც თამარმა თქვა, დაუსვით კითხვები თქვა თუ არა თამარმა ასე, იყო თუ არა ეს მუქარა, იყო თუ არა ეს ბრაზი, იყო თუ არა ეს გაფრთხილება, იყო თუ არა ეს წყევლა, თუ იყო თუ არა ეს ლოცვა.
აი ასეთი კითხვები შეგიძლიათ დაუშვათ და თავადვე გასცეთ თქვენ თავებს პასუხი და თუ კი თავად გასცეთ თქვენ თავებს პასუხს და არგუმენტირებულად შეგიძლიათ შემდეგ გადაუგზავნოთ თქვენს მეგობრებს. მით უმეტეს იმ პირებს, რომელი პირთან მიმართებაშიც არის გამოთქმული ესე თუ ის მიმართვა. ახლა მეგობრებო, მე გეტყვით გუშინდელ ლაივში რა გავაჟღერე ბატონ გველუკაშვილთან დაკავშირებით. ასეთი საკითხი გავაჟღერე, რომ თუ არ მიიღებთ, ანუ რაღაცა თქვი რომ აი ესა და ეს მიიღეთ ყურად, ბატონ გველუკაშვილს ეუბნები და თუ არ მიიღებთ თქვენ ყურად, აი აქ უკვე ჩაირთო ადამიანის გაფუჭებული ტელეფონი და წარმოიდგინა უკვე ადამიანმა, აი თუ თქვი, თუ დავაყოლე და შემდეგ მოყვება რა თქმა უნდა მუქარა. თუს მოყვება მუქარა, ეს ჩვენს გონებაში ესე არის დაპროგრამებული. თუმცა მე მეგობრებო ვარ ტრანსცენდენტალური ფსიქოლოგი და ამას მიექცევით ყურადღება, რომ ფრაზები შეიძლება ისე წარმოვთქვა, რომ თქვენი ჩარჩოები და თქვენი პროგრამები სრულიად დავამსხვრიო, იმიტომ ამით გულის ყურით მოსმენა არის საჭირო ჩემო კარგებო. როდესაც მე ვამბობ, თუ არ მიიღებთ ყურად, მაშინ გაიხსენეთ ის სიტყვები, ეს არ არის მუქარა მეგობრებო. თუ არ მიიღებთ ყურად, მაშინ გაიხსენეთ ის სიტყვები. არის ეს მუქარა, თუ არ არის ეს მუქარა? დაუშვით თქვენ თავის კითხვა. მაგრამ თუ ვიტყოდი მე რომ თუ არ მიიღებთ ყურად და მოხდება ესა და ეს, აი ეს იქნებოდა მუქარა. როდესაც მე ვამბობ, თუ არ მიიღებთ ყურად დროულად ამ საკითხს, მაშინ გაიხსენეთ ის სიტყვები, რა სიტყვებით მოვედინეთ თქვენთან. ეს იმას ნიშნავს მეგობრებო, რომ გაფრთხილება ზეციდან ის სიტყვები, რაც მე გითხარით, უნდა მიიღოთ ყურად. არის ეს მუქარა თუ არ არის ეს მუქარა? აქედან გამომდინარე ძალიან ცუდად იყო დაპროგრამებული პირი, რომელმაც გულში მიდამირეკა და მესარჩლებოდა, რომ რატომ გავაჟღერე ასეთი ცუდი რა. და როდესაც მე ადამიანს ვკითხე, რომ რა არის აქ ცუდი, რაც მე გავაჟღერე? არა, პირიქით. იმ საკითხის დამოწმება არის, რასაც ბატონი მალხაზ გველუკაშვილი საუბრობს და შემდეგ ამ დამოწმების შემდეგ არის კიდევ ერთი ნიუანსი, რომ არის შესაძლებელი, რომ ამ ადამიანმა ისევ და ისევ ბატონ გველუკაშვილმა გადაწყვიტოს ეს საკითხი თუ რა მესიჯი გამოაგზავნეს ზეციდან. აქ აბსოლუტურად არანაირი მუქარა არ არის და აბსოლუტურად არანაირი სუდი გაგებით არ არის ნათქვამი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სახე ცოტა მკაცრია ამ ვიდეოში. აქაც ტრანსცენდენტალურ ფსიქოლოგიას მივმართე მეგობრებო და ადამიანები, რომლებიც შესაძლებელია ჩემ სიტყვას ყურადღებას არ აქცევდნენ 2, 3, 4, 5, 6 წლის განმავლობაში, ახლა მიაქციო ყურადღება. და დავუაკვირდით ნიუანსებს თუ როგორ საუბრობ და რა საუბრობ. ჩემ პირიდან არც ერთი სიტყვა გამოსული არ არის უაზროდ მეგობრებო, ეს ყოველთვის აზრს შეიცავს და ისეთ აზრს შეიცავს, რომ 200-როვანი კი არა, 1000-როვანია. ამათ აზრში მეგობრებო თქვენი საკუთარი უნდა ჩართოთ. და თქვენი საკუთარი უნდა იყოს განწმენდილი ყოველგვარი ეჭვისა და არქონტებისგან. და თუ ესე მოხდება, მაშინ თქვენ გამოიტანთ სრულ სახ აზრს და არ მოხდება გაფუჭებული ტელეფონი. და არ დავიწყებთ ერთმანეთის უაზროდ გაჭორვას და უაზროდ ძირის მოთხრას. ხომ ასია მეგობრებო? ასია. ახლა მეგობრებო, ის საკითხი, როდესაც მე გუშინ გავაჟღერე, ძალიან ბევრ რაღაცას აშკარავებს. და არა მარტო თქვენთან და არა მარტო ჩემთან, არამედ თავად ბატონ გველუკაშვილთანაც და მის მეუღლესთანაც, მის მეგობრებთანაც და მის მსმენელთანაც. დიახ მეგობრებო, ჩვენ კიდევ ძალიან ბევრ ამას გავიგებთ ახლო მომავალში. გამედარწმუნებული ვარ იმ საკითხში, რომ როდესაც ზეციურმა წამებმა მე მიმაგზავნეს ბატონ მალხაზ გველუკაშვილთან და მათქმევინეს ის სიტყვები, რომელიც სიტყვებიც მათქმევინეს მის გასაგონად, ამ საკითხს ყურადღება მიექცევა რამდენიმე წლის მერე, აი ახლა ზუსტად. რამე თუ გასულია უკვე დაახლოებით ალბათ 2 წელი მას შემდეგ. როდესაც 2 წელი გავიდა და ყურად არავინ იყო ეს საკითხი, საბოლოო ჯამში ჩემს ყურამდე მოვიდა ამბავი, რომელიც ბატონ მალხაზ გველუკაშვილს გადახდენია ამ ბოლო დროს და რაც უნდა სამწუხარო იყოს, მას გადაუტანია მეოთხე ჩაკრის გააქტიურება.
მეოთხე ჩაკრა არის მეგობრებო, მეოთხე ენერგეტიკული ველი, რომელიც ჩვენს გულთან არის დაკავშირებული. გულის დიაფრაგმასთან და როდესაც ჩვენ გულს უკაკუნებენ რომელიღაცა ძალები, მაშინ იქ მესიჯებია მეგობრებო. და მე სულაც არ მინდა ვინმესთვის ან რამესთვის სული. მე მხოლოდ ადამიანების გამოფხიზლება მსურს და თუ თქვენ ამას სხვანაირად ხედავთ, ვისურვებ, რომ თქვენ ის დაინახოთ, რასაც მე ვაკეთებ და არა ის, რასაც თქვენი არქონტები თქვენ განახებენ ჩემთან მიმართებაში. ასე რომ ჩემო კარგებო, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პროვოკაციას აწყობს ჩემს წინააღმდეგ, იცოდეთ, არავითარ შემთხვევაში მე ამას ჩემთან არ დავიტოვებ, პროვოკაციას აუცილებლად უკან გავუგზავნი და არა ერთი და არა ორი, არა 3 მაგი ძალით, არამედ 10 მაგი ძალით. დიახ, რამე თუ აგერ 10 ადამიანი მიყურებთ და მე მინდა გითხრათ, რომ თანიდან გადავედი ინჩში. და ეს იმას ნიშნავს, რომ 9-დან 10-ში ვარ გადასული მეგობრებო. და თუ გინდათ ეს განზომილებებში განიხილოთ, შეგიძლიათ ძალიან მარტივად ვთქვა, მე-10 განზომილებიდან გესაუბრებით. მე-10 განზომილებიდან მეორე განზომილებაში მყოფ ადამიანებს შეიძლება სრულიად ვერ გამართულად მოგესმათ ჩემი საუბარი, მაგრამ სწორედაც რომ ძალიან დაიგვიანეთ, სანამ თქვენ მეორე განზომილებაში ხართ, მე მომიცია მე-10 განზომილებაში გადასვლა, რამე თუ თქვენ ვერ დაგელოდებით, რამე თუ ამ დედამიწაზე ჩამოსვლის და ამ დედამიწაზე ინკარნირების მხოლოდ 100 წელი გვაქვს, სულ ცოტა, სადაც ჩვენ უნდა მოვასწროთ ჩვენი სათქმელის, ჩვენი მისიის თქმა. და თუ ჩვენ ამას ვერ მოვასწრებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ძინავს და ჯერ გამოფხიზლება არ სურს, ეს თქვენი ბრალი კი არ იქნება, ჩვენი ბრალი იქნება, თუ კი ჩვენ მისიას ხელიდან გავუშვებთ თქვენი ზარმაცობის გამო. ამიტომ ძალიან გთხოვთ, თუ თქვენ მე-10 განზომილებიდან მეორე განზომილებაში ჩემი ხმა ვერ გესმის სრულიად და არ გესმით თუ რა საუბრობ და ან ნაწყვეტ გესმით, ეს ჩემი ბრალი არ არის მეგობრებო. მე 4 წლის წინ დავიწყე საუბარი თქვენთან, რომ გარკვევით მესაუბრა, თუმცა 4 წლის წინ ძალიან ბევრმა ეს სხვადასხვა არქონტების გამო სხვადასხვანაირად შერაცხა ჩემი საუბარი და დრო გაუშვა ხელიდან და არ მოისმინა ის, რასაც მასაუბრებდნენ ზეციდან. და თუ კი თქვენ ეს შანსი გაუშვით ხელიდან, ამაზე მე პასუხისმგებელი არ ვარ მეგობრებო, ამაზე თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი და მე ნუ მომკითხავთ, რომ ძალიან გაგასწრეთ. რაც შეეხება ახლა ბატონ მალხაზ გორუკაშვილს, მე იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს ძალიან კარგად გაიგებს და ზუსტად ისე გაიგებს, როგორც მე ვიგულისხმე და როგორც მე მათქმევინეს და სწორედ ამას მოყვება შემდეგი ნაბიჯები და არა იმას, თუ რა თქოს და რა იჭვერავეს ჩვენზე სხვა მეორე განზომილებიდან მაღლა მხოვრებ ადამიანებმა. მე ჩვენც არ მეპარება იმაში, რომ ბატონი მალხაზ გორუკაშვილი ჩემს ნათქვამს ისე გაიგებს, როგორც დაუბარებიათ. და აქედან გამოიტანს საღაზრს. ახლა მეგობრებო, ის ხალხი, რომელმაც გუშინ გადაეცით ეს ამბავი, დღესაც გადაეცით და ითამაშეთ ჰერმესის როლი. გაკოცეთ მეგობრებო, წავედით გემშვიდობები, მომავალ შეხვედრამდე შეგიძლიათ დამიწეროთ კითხვები, თუ რა გაინტერესებთ ჩემგან გაიგოთ, სად ხართ, რომელ განზომილებაში და რა არ გესმის ჩემგან, რომ თქვენ განზომილებაში ჩამოსვლა შემეძლოს და იქიდან საუბარი. რომ ჩვენ ერთმანეთს გავუგოთ თვალი თვალს, პირი პირს, ხვირი ხვირს, ყური ყურს წინ. ასე რომ გაკოცეთ მეგობრებო.